ამასიანად მოვისმინე ერთი ესე იგი TED.com არის ესეთი ვებსაიტი, სადაც არის ძალიან ბევრი პრეზენტაცია ძალიან ბევრი ლიდერის სხვადასხვა თემებზე და ამ ბოლო დროს ვუყურებ ხოლმე განათლების შესახებ პრეზენტაციებს. და ერთ-ერთი იყო, ესე იგი, ერთ-ერთი მოძრაობა ამერიკაში დაწყებული, რომელიც საერთოდ შეკითხვას უსვამს განათლების სისტემის პარადიგმას. ანუ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ, ესე იგი, რაღაცა ჩვენი განათლების სისტემით სოფლიოს გარშემო, რა თქმა უნდა, ბევრი განსხვავებაა, მაგრამ ძირითადი პარადიგმა განათლების არის ერთი და იგივე, რომ ჩვენ მივცეთ ადამიანებს განათლება და ვასწავლოთ ფუნდამენტური მეცნიერებები ჯერ და შემდეგ, ანუ რაღაცა ყალიბით რაღაცა ესე იგი კონკრეტული გზები მივცეთ, ვისაც განათლებას ვაძლევთ. ესენი ამბობენ და მათ შორის ძალიან ბევრი დამსახურებული ლექტორია. ამბობენ, რომ დაიწყეს გამოკვლევა ბავშვებით და განსაკუთრებით შეჩერდნენ ჰიპერაქტიურ ბავშვებზე, რომლებიც ხო ხდები, ცელქები, გიჟები, რომ ურევენ ყველაფერს, მაგრამ ესენი ამბობენ, რომ რაც უფრო ჰიპერაქტიურია ბავშვი, რაც უფრო ცელქია, რაც უფრო ამრევია, უფრო ნიჭიერია. რაც უფრო ენერგიულია, მაგას ხშირად აღნიშნავს, რომ უფრო საყურადღებოა ცელქი ბავშვიო. და რა თქმა უნდა გავზრდიდი მასწავლებლის როლს რა. ერთი არის რომ დასაჯო და გააფუჭო რა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რომ აი გაუფუჭო მას რაღაცა მომავალი, იმიტომ რომ აი რეფლექსი გაუჩნდეს, რომ რამე ესეთი ჩემი ენერგია რომ დავხარჯო, იმ წამსვე დასჯა მელის რა. აი რაღაცნაირად ძალიან ცუდი იქნება მგონი ამის. და მეორეა რაღაცა გარემოში მოხდეს ისეთში მასწავლებელმა, სხვა მოსწავლეებმა, სკოლამ, ოჯახმა რა თქმა უნდა შეუქმნას ისეთი გარემო, სადაც მისი ენერგია წარიმართება მისთვისვე სასურველი გზით. და ეს პრეზენტაცია რო ახსენე, ერთ-ერთი მაგალითია ასეთი, რომ ესე იგი, ესეთი გოგოს შემთხვევა ჰქონდათ ერთ-ერთ სკოლაში, რომლის დირექტორი იყო ამ მოძრაობის წევრი, რომლებიც ამბობენ რა, იცი, ახლა ბევრს არ გავაგრძელებ, მოკლედ ვიტყვი, რომ რატო არ ვიწყებთ ჩვენ განათლებას ცეკვით? ანუ ცეკვა უნდა იყოსო, ჩვენ ხო მარტო თავი არა გვაქვს რა, ტანი გვაქვს ყველა ადამიანს და მოდი განათლება ცეკვით დავიწყოთ. ბავშვებს ყველა ბავშვს ცეკვა უხარია. და მათემატიკა ყველა ბავშვს თავიდანვე ესეთი ტვინში ჩაჭედილი ესე ადვილად არ ვრცელდებაო რა. და მოკლედ ერთი გოგოს შემთხვევა იყო, პატარა, ესე იგი და ის რა ქვია, elementary დაწყებითი კლასის რა. როდესაც ვერ აჩერებდნენ ამ გოგოს რა, ყველას გვინახავს ესეთი ბავშვი, ხო? ყველა კლასშია და ყველა ვიცით ასეთი ბავშვების შესახებ. ვერ აჩერებენ ამ გოგოს და არის ჰიპერაქტიური ბავშვების კატეგორია, რომელსაც წამლებს ასმევენ, რომ დაწყნარდნენ. რომ ესე იგი რაღაცა სედატივებს, რომ მასთან ტვინი დაუწყნარდეთ და უფრო წყნარად მოიქცნენ. მაგრამ ამ დირექტორმა რა თქმა უნდა. ხო, რომ უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი. განსაკანს ხელში შეუქმნის, შეუშლის. და მოკლედ ამ დირექტორმა ეს გოგო, აი ესეთი ეგრეთ წოდებული ბჭყალებში პრობლემატური მოსწავლე შეიყვანა თავის კაბინეტში და საბედნიეროდ ეს დირექტორი იყო ამ ახალი მოძრაობის წევრი და მოკლედ შეამჩნია რომ ეს ბავშვი ერთ ადგილზე ვერ ისვენებს რა. ესეთი, ჰიპერაქტიული ბავშვია, ვერ ჯდება ვერ ყურადღების დეფიციტი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მუსიკა ქონდა იქ რადიოში ჩართული და აი შეამჩნია რომ ფეხებს აყოლებს ამ მუსიკას რა. ანუ მუსიკაზე რეაგირებს ისე, რომ აი მისი სამყარო თითქოს ეს მუსიკაა. ელაპარაკა მე არ გამორთო მუსიკა. ისე და ესე თვითონაც ცეკვავდა ბჭყალებში და ანუ მოძრაობდნენ ერთად და ესე შედგა მათი საუბარი, ამ ფორმით შედგა. არა მიღებული სტერეოტიპული ფორმით, რომ დააჯექი ახლა შენ და შენ მომისმინე მე რასაც გეტყვი და ის გააკეთე, არამედ თვითონაც მოძრაობდა. გამოვიდა ეს დირექტორი და თქვა, რომ ეს ბავშვიო, არაფერი პრობლემური ამ ბავშვს არ აქვს. ეს არის ცეკვაზე ატარეთო რა, ეს ბავშვი ურჩია მშობლებს. დღეს ეს ქალი არის ერთ-ერთი ცნობილი საცეკვაო სტუდიის ხელმძღვანელი ქალი ნიუ-იორკში, რომელიც რაღაცა პრემია აიღო, მოკლედ ზუსტად ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ კატებს ასწავლა ცეკვა. ანუ რაღაცა ესეთ ხო, ცხოველს ასწავლათ, ანუ რაღაცა სინქრონი გააკეთა კატებისგან ცეკვის რა. ანუ ხვდებით ხო ისიც გმამიდა რომ მე მგონი გაგრძელება თქვენ რასაც ამბობდით რა. ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემა სასაუბროთ, იმიტომ რომ ეხა ეს MBA რო დავამთავრე, მრავალი კულტურის ადამიანთან მოგიწევდება და თან ამას გვასწავლიან, რომ როგორი კულტურის ადამიანებთან როგორ იქნები უფრო ეფექტური.
და ძალიან მნიშვნელოვანია და თან საქართველოს შემთხვევაში მე ვიტყოდი რომ უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენზე მონაცემები არ არის. არ არის, მართალია. ჰოფსტედეს კვლევაში, სადაც ეს კულტურების სხვადასხვა კრიტერიუმებით არის დაყოფილი და ხასიათდება. საქართველოს არ არის, იმიტომ რომ საქართველოს მაშინ იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი და რუსეთი და კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენელი იყო ტიპიური მაშინ, რა თქმა უნდა. და მაგრამ რო უყურებთ ახლა ჩვენ გვერდით, გინდა ბავშვებს, მეგობრებს, ადამიანებს, რაღაცა ინდივიდუალისტური ჩვენ ბევრი გვაქვს. მე ასე მგონია. ბევრ რაღაცაში გვიყვარს სხვებისთვის დაბრალება რაღაცების, მაგრამ ინდივიდუალისტური კულტურის ბევრი გვაქვს. ერთი ის სტატია წავიკითხე, მისი რა ქვია, გუს ჰიდინკი, ფეხბურთის მწვრთნელი, რომელიც დაიქირავეს სამხრეთ კორეის მწვრთნელი და ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია. ოთხეულში მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატს, ოთხეულში მოხვდა და სამხრეთ კორეიდან არ იყო, ანუ იყო ჰოლანდიელი. როდ ჩავიდა, მაქვს წაკითხული მისი კულტურული ტრეინერის სტატია რა, რომელიც მან ამ გუს ჰიდინკმა დაიქირავა და რა მომხდარა, როცა ჩავიდა სამხრეთ კორეელები როგორ თამაშობენ ფეხბურთს. არ ვიცი ეს რამდენად კავშირშია პასუხისმგებლობასთან, მაგრამ აი კულტურებთან კავშირშია. ესე იგი, როდესაც თამაშობენ ფეხბურთს და აი დავთამაშოთ ფეხბურთს. აი შოთა არის ჩემზე უფროსი ასაკით. და შენი სახელი? მარიამი არის ჩემზე უმცროსი. და მე მაქვს ბურთი, ჩვენ ერთ ბურთში ვთამაშობთ. შოთას კეტავენ სხვა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები და მარიამი თავისუფალია, მარიამს რო პასი მივცე, შეიძლება გოლი გაიტანოს. მაგრამ შოთა რადგან ჩემზე ასაკით არის უფროსი, ჩემთვის ეს არის პირველი ფაქტორი, ჩემი გადაწყვეტილების მისაღებად, რომ პასი პრიორიტეტი ავირჩიო შოთა, რადგან უფროსია. ხო, აი, არა, ესე იგი, მათ კულტურაში ზის, რომ უფროს, ესე იგი, იმდენად უცეთ პატივი, რომ ესე იგი, პასიც კი როცა კეტავენ, მაშინ მივცეთ. გუს ჰიდინკმა თქვა, რომ ძალიან პატივს ვცემ მე თქვენს ტრადიციებს და ფასეულობებს, მაგრამ ასე ფეხბურთს არ თამაშობენ. ხო ხვდებით და დაიქირავა კულტურული ტრეინერი, რომლის დახმარებითაც შეცვალა ქცევა. ამით იმის თქვა მინდა, რომ ჩემი აზრით უფროსისადმი პატივისცემა არის უნივერსალური ღირებულება. ყველგან, მაგრამ გამოხატვის გზებია სხვადასხვა. ანუ თუ სამხრეთ კორეელი იმ გზით გამოხატავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კეტავენ პასს აძლევს, ხო ხვდებით, ჩვენ სხვა გზით გამოხატავთ. მე მყავდა ერთი თურქი ჯგუფელი რა, ჩემს მეხუთე კორპუსში ვსწავლობდით ერთად ინგლისურ ენას და ლიტერატურას. თურქი იყო, ანუ ლაზი ვარ წარმოშობით და საქართველოს მიყვარს ყველაფერს ამბობ, მაგრამ თურქულ ენაზე მენტალიტეტი ლაზი მუსულმანი იყო. მოვიწვია ჩემთან სახლში. და დედაჩემმა სუფრა გაგვიშალა და მამაჩემი როდესაც შემოვიდა ოთახში ფეხზე ადგა. ხო ხვდებით, ანუ მან ეს უფროსისადმი პატივისცემა გამოხატა ფეხზე ადგომით. ეს ნიშნავს ახლა იმას, რომ მე მამაჩემს უფრო ნაკლებად პატივისცემ ვიდრე ჩემი თურქი ჯგუფელი მამამის? არა, მაგრამ სხვადასხვა გზებით გამოხატავ თქვა. ძალიან მოხარული ვარ მამა დემეტრი, რომ აი ესეთი ინტერპრეტაცია თქვით თქვენ და როცა ამას ცნობილია ფსიქოლოგიურად, რომ ჩვენ გვაქვს წესრიგის მოთხოვნილება. ოღონდ ჩვენ ამისათვის პირადად ძალიან ნაკლებ რამეს თუ ვაკეთებთ რა. არაფერს არ ვაკეთებ, ჩვენ სხვისგან ვითხოვთ, ხო? და ამას ვამბობდი, როცა თქვენ ამბობთ, რომ ესე ვიქცევით, ეს არის სწორი. და არა ესე იქცევიან. ხო, ისე სხვისი დაბრალების ამბავში რა. რა თქმა უნდა, გარემოს აქვს მე როცა ცხოვრობდი ამერიკაში, ხო ხვდებით, გარემოა მანქანის სტარების. ღვედის მე რო ჩამოვედი თქვენსავით, მე ვიყავ ერთადერთი მე მგონი ბრძოლი საქართველოში, ვისაც ღვედი ეკეთა. სულ მეკეთა, იმიტომ რომ შეჩვეული ვიყავი და რაღაცა იმის დისკომფორტს გრძნობდი ამის გარეშე. სუფრასთან მაგდონემდე არ მივსულა, ხო? მაგრამ აი გარემოს თქმა მინდა რა, როდესაც შენ გაქვს მოთხოვნილება, რომ აი წესრიგი იყოს წითელზე ყველა გაჩერდეს და შენ თვითონაც ყოფილა შემთხვევა, რომ შენ თვითონაც არ გაჩერებულ ხარ. მოდი სხვას ნუთხოვ იმას, რომ სხვა აუცილებლად დაიცვას წესრიგი. ამერიკაში, ევროპაშიც, ისეთ ქალაქებში, მოწესრიგებული მოძრაობის ქალაქებში, ჩვენ ნახულობთ იმას, რომ ადამიანებს ერთმანეთს უთმობენ. და ფეხით მოსიარულე, რომ ეს არის რა ქვია, პრიორიტეტია.